ეს პირობა თუ არ შესრულდა ჩვენ ვერ დავიწყებთ, ამიტომ ტრადიციული კითხვა მაქვს. მზად ხართ? კეთილი, თუ მზად ვართ, მე მინდა ვიხმო პირველი წყვილი. წონითი კატეგორია 36 კილოგრამამდე. და პირველი მებრძოლი, რომელსაც მე ვუძახი, წარმოადგენს კლუბ ფონიჯალას დავით საყვარელიძე. გამას მებრძოლებით, გამას რინგზე შესაბამისად ისევ გველის ძალიან კარგი სანახაობა ჩვენ მივესალმოთ მებრძოლს. ვახსოვს წინა ბრძოლები, საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლები შემოგვთავაზეს და ეხლაც იმედი იგივე. დავითი რინგს გაიზიარებს სპორტსმენთან აჭარიდან, რომელიც წარმოადგენს Fight Club მემიშიში, ნიკა მელიქაძე. მისი ოპონენტი გამოვა გამას რინგზე და დარწმუნებული ვარ, პირველივე წვილი გახსნის ჩვენს გამას საბრძოლო ემოციებს და არანაკლები ემოციები გვექნება უკვე პირველივე რაუნდიდან. თუ არ ვცდები 36 კილოგრამის წონით კატეგორიაში გამოდიან ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მორჩი გამას მებრძოლები. დავალოდოთ ამოვიდეს მებრძოლი გამას რინგზე. მივესალმოთ მებრძოლს ნიკა მელიქაძე მეგობრებო. Fight Club მემიშიში. Let's get it on! და იწყება მე სულ მოგუთმენლად ველოდები მათ ბრძოლას, რადგან წინა ივენტზე საოცარი ესე რა ვთქვათ ემოციები მოგვარის ჩვენთან მორჩმა პატარა გამას მებრძოლებმა. არწმუნებული ვარ, ეხლაც იგივე იქნება. იწყება რეფერი ახლა მისცემს ნიშანს და უკვე პირველივე წამებიდან დაიწყება ჩვენი ბრძოლები. დაიწყო რეფერი მისცა ნიშანი და ნახოთ აი ახლა პირველი ეგრევე გადავიდნენ შეტევაზე. შვენიერი მოგეხსენებათ რომ თითო რაუნდი არის 2 წუთიანი. საოცარი კარგი იყო. აი კონტრ დარტყმებზე კარგად გადადის საყვარელიძე. ძალიან დაწია ხა ცოტა იყოს თავი დაბლა და მოგეხსენებათ რომ ისინი დაცულები არიან, რადგან არასრულწლოვნები არიან, პატარები არიან, დაცულები არიან. როგორც თქვათ ჩაფხუტებით, ესე რომ თქვათ, მუზარადებით, ასევე ხელთათმანებით, რბილი ხელთათმანები გვაქვს. არანაკლებ ესე რომ თქვათ საკრივო დგომს გვთავაზობენ ახლა. კარგი იყო ტრიალში შვენიერი, აი არ ვიცი შეატარეთ ნებისმიერი ბრძოლა, ამათ ბრძოლას საოცარ ემოციას გურიან. სანახაობრივად არ ჩერდებიან, ნახეთ ტემპი არის რაღაც სასწაული ტემპი 20 წამია დარჩენილი პირველი რაუნდისგან. სასწაული ტემპი, არც ერთი არ ყრის ფარხმალს. აი ახლა 10 წამი რაუნდის დასრულებისა კლინჩში შევიდნენ ალბათ ახლა რეფერი ჩედა არა ისევე ტრიალში ეს თვაროს საყვარელიძე იყო. დიახ, პირველი რაუნდი დასრულდა. რას ვამბობდი, როგორც სულ მალე უკვე დაგვიდგება იმედია ზაფხული ბოლო და დაწყება. გარეთ ჯერ კიდევ გრილა, მაგრამ გამას რინგზე ცხელა საკმაოდ ტემპერატურა მაიწია და ეს ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ნორჩმა გამას მებრძოლებმა გამას რინგზე. თქვენ ხედავთ ჰაილაითებს, რა კარგი აცილება იყო, დაინახეთ, კარგად აიცილა და ბლა ჩავიდა. აი ახლა ესეც ტრიალში დონეზე დაარტყრო, ცოტა არ იყო შეაბარბაცა. აი ისევე ეს მეორე დარტყმა. კარგად გრძნობს სხვადასხვის საყვარელიძე დისტანციას, თვალებს არ გვიწევს დარტყმის დროს და თითქოს აი იცის როდის უნდა გავიდეს უკან, როდის გადავიდეს შეტევაზე. პირველი წამები იყო, როცა
კარგად თითქოს დაკარგა ტემპი და მოუშვა ესე რომ თქვა შეტევაზე იმყოფი თავისი ოპონენტი, მაგრამ მერე უკვე იგზნო ტაიმინგი და შესაბამისად უკვე თვითონაც გადავიდა შეტევაზე და თუ არ ვცდები შეიძლება რაუნდიც კი წაიღო. საყვარელიძე მელიქიძე დაიწყო მეორე რაუნდი ისევე მელიქიძემ დაიწყო ისევე დაიწყო ისევ ცეცხლოვნად დარტყმების გადაყრა აი ტყაპატყოფი გაუდის ეს არის ძალიან მძიმე დარტყმები აქ თორივეს ყოჩახ როგორც საყვარელიძე ისევე მელიქიძე აი კარგი იყო შვენიერი კარგია თვალი ვერ ასწრებს ამათ მოძრაობას ახლა რეფერიმ გააჩერა შენიშნავს მისცემს ორეს კარგად ვერ დავინახე ეს რის გამო ენახეთ ორეული გაუშვა გადავიდა უკან საყვარელიძე ახლა მელიქიძეც არ ჩამორჩება არანაირად საკმაოდ ძლიერი ბიჭია ცოტა პუბლიკაზეც მუშაობენ ოჩა კარგია ახლა კარგი ორეული გაუშვა და აიცილა ახლა მელიქიძემ აი ხალ ისევე მე წარმომიდგენია ესენი როცა გაიზრდებიან და თუ გაყვებიან და იმედია გაყვებიან ამ სპორტს საოცარი ეხლა უკვე მეორე რაუნდის დასრულებამდე არის 15 წამი დარჩენილი სულ მალე გონგი იქნება აქ წამიანისა რომ დასრულდება აი დიახ არიღლებენ ცოტაოდაენი შესუსტა ესე რომ თქვა შემედა ტემპი თორემ აი არანაირად უკან არიღებენ როგორც ვამბობდი გახსნა პირველმა წყვილმა საოცრად გახსნა უკვე ჩვენი დღევანდელი ივენთი აი ნახეთ აი თავს არ ყრიან არ ზურგს არ აქცევენ ხანდახან არის ხოლმე რომ აი როცა გამას რინგზე თქვენ ბევრჯერ გინახავთ ზურგს აქცევენ ან მსგავსი რაღაცა ხდება ხოლმე ან თავს ყრიან ძალიან დაბლა არა აი შეხედეთ ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა ჩატარდეს ბრძოლები პატარები გვაძლევენ მაგის მაგალითი რა კარგი აცილება იყო ეხლა მელიქიძისგან აი თან უძლებენ დარტყმებს შესაბამისად მეორე რაუნდი არის შეიძლება მელიქიძემ ამოქაჩა ან წაიღო კიდევ ცოტათომაც არა მაგრამ საყვარელიძე საკმაოდ ჭკვიანურად იქცევა ყოველთვის არ გადადის შეტევაზე უშვებს მაგრამ კონტრშეტევები აქვს საოცარი დაიწყო მესამე რაუნდის წუთ ნახევარი მე ბუდის მოგიხდით 2 წუთიანი არ არის დიდი ბოდიში წუთ ნახევრიანი არის რაუნდები წუთ ნახევრის განმავლობაში არ ჩერდებიან აი მესამე რაუნდი არის არ გაჩერებულან არც ერთი შვენიერი ნახეთ ტვინის დგომა ახლა მელიქიძე იწევს ჩაფუთე ცოტა არ იყოს უშლის თუ არ ვცდები მელიქიძეს ეს ფაქტობრივად ძალიან დიდი დისკომფორტი არის რომ იცოდეთ როცა კარგად არზის თავზე მაგრამ არ მიუხედავად ამისა მაინც კარგად აფრთხებენ თავს ახლა შეიძლება ახლა თასმა გაიხსნა მელიქიძეს არა უშავს ამ დროს ხოთაშორის შეუძლიათ რატომ არ იყენებენ ახლა რეფერი რაღა იყო და კუთხეებიდან წოთნელები რომ ჩაფხუტები გაუსწორონ თორემ ბრძოლის დროს ხშირად ისწორებენ ხოლმე ჩაფხუტებს გადავიდა ახლა შეტევაზე საყვარელიძე რადგან იცის რომ მესამე რაუნდია შეიძლება ისი არ არის მაინდამაინც ქულებთან დაკავშირებით როგორც თვითონ უნდა ამას მიუთითებენ კიდევაც კარგია ახლა ელოდებოდა მელიქიძეს აი მიიმწყდია კუთხეში ახლა საყვარელიძემ არა არ უნდა გაჩერდეს არა და კარგად მიიმწყდია კარგად მივიდა ტაიმინგს გრძნობს მელიქიძემ გაუძლო ამ შეტევას არც ერთი არ დაღლილა ყოჩა ორივეს ცოტათი დაღლა დაეწყო თვითონ საყვარელიძეს მაგრამ ნუ აი არ იმჩნევს კარგი დატრიალება იყო ახლა საყვარელიძესგან ყოჩა ორივეს
და დასრულდა ისე დასრულდა რაუნდი ვერც კი შევამჩნია. ახლა დაველოდოთ რა გადაწყვეტს საჩთა კოლოფია ვინ მოიგო ამ წყვილში. უპირველეს ყოვლისა გთხოვთ აპლოდისმენტებით დავასაჩუქროთ ეს ორი ახალგაზრდა. ესეთი მაგარი სანახაობა შემოგთავაზეს. თუმცა საჯების ბარათებს თუ დაუკვირდებით ამ ბრძოლაში გამარჯვებულია დავით სეყვარელიძე, კლუბი ფონიჭალის წარმომადგენელი. მიულოცოთ ბიჭებს გამარჯვება, ვინაიდან ასე ჩხუბში ჩემთვის არც ერთი დამარცხებული არა.